მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მაინტერესებს თუ გქონდათ მსგავსი გამოცდილება მანამდე. ვინმეს თუ გქონიათ ვებინარის გამოცდილება მანამდე. თუ ვინმეს გქონდათ გამოცდილება, მაშინ მომწერეთ ჩატში პლუსი. ოკეი, ანუ ზოგადად ვებინარის გამოცდილება გვაქვს, საინტერესოა. კეთილი, მაშინ დავიწყოთ დღევანდელი ჩვენი ვებინარი. თემა არის ფინანსები არაფინანსისტებისთვის. დღეს გვაქვს პირველი საღამო. და რა თქმა უნდა, პირველი საღამო იქნება ნაწილობრივ გაცნობითი. მე თქვენ მოგიყვებით ჩვენი კომპანიის შესახებ ზოგადად. ჩემ შესახებ, მერე გავიგებ თქვენ შესახებ და ასე თანდათან გადავალთ მერე თემაზე, რომელიც არის ჩვენი მთავარი თემა, რატომ უნდა იცოდეს კომპანიის ხელმძღვანელმა რაიმე საერთოდ ფინანსების შესახებ და რა უნდა იცოდეს. ჩვენი კომპანია დაარსდა 2014 წელს. ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის ჩვენი მომხმარებლების ბიზნესის განვითარება. რისთვისაც ჩვენ ვატარებთ სასწავლო პროგრამებს, ანუ ტრეინინგებს, ვატარებთ კვლევებს, კონსულტაციებს, მუშაობთ ასევე წიგნების გამოცემაზეც. ამჟამად გვაქვს გამოცემული წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შევადგინოთ კარგი CV. მინდა გითხრა, რომ თქვენთვისაც იქნებოდა ძალიან სასარგებლო ამ წიგნის შეძენა და წაკითხვა, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ დასაქმდეთსადმე, არამედ იმისთვის, რომ შერჩევის პროცესი გახდეს თქვენთვის უფრო ადვილი. იგივე CV-ს წაკითხვის, ან თუნდაც ინტერვიუზე გასაუბრების დროს აპლიკანტის შერჩევის პროცესი გახდებოდა ბევრად უფრო მარტივი, ჩემი აზრით. სასწავლო პროგრამები გვაქვს ვებინარული და ცოცხალი. დამოკიდებულია იმაზე, პრაქტიკულად ყველა კურსისთვის გვაქვს ვებინარული პროგრამა. უბრალოდ არის ზოგჯერ ისეთი კურსები, სადაც აუცილებელია პირისპირ შეხვედრა, აუცილებელია გუნდური მუშაობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვებინარებს ვერ ვატარებთ. ზოგადად, ასე ვთქვათ, უპირატესობა ვებინარის არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან ჩაერთოთ. თბილისშიც უკვე კი საცობები გახდა თემა და ამიტომ ვებინარი ძალიან მოსახერხებელია. ამასთან ერთად ვებინარი ბიუჯეტის თვალსაზრისით ყოველთვის უფრო მომგებიანია ვიდრე ცოცხალი ტრენინგი. თუმცა ცოცხალ ტრენინგის უპირატესობა ვებინართან არის ის, რომ ცოცხალი ტრენინგის დროს შესაძლებელია ჯგუფური მუშაობა, რაც რიგ შემთხვევებში აუცილებელია და ასევე ცოცხალი ტრენინგის დროს თქვენ გაქვთ საშუალება შეიქმნათ სანაცნობო ქსელი. გააფართოთ თქვენი სანაცნობო ქსელი, რაც ვებინარის დროს ბევრად უფრო რთულია. ზოგადად რა ტიპის სასწავლო პროგრამები გვაქვს? ეს არის გაყიდვები, მომსახურება, ფინანსები, პერსონალური და პროფესიული განვითარება და მომავალი წლიდან ვიწყებთ ასევე კადრების მიმართულებით და ან პერსონალის მართვის მიმართულებით და მარკეტინგის მიმართულებით ტრენინგების დამატებას. გაყიდვების ტრენინგები გვაქვს, როგორც გაყიდვების უნარჩვევები, ასევე გაყიდვების მართვა. ანუ ის ტრენინგები, რომელიც გამოგადგებათ როგორც თქვენ, ანუ გაყიდვების მართვას გულისხმობთ, რაც მნიშვნელოვანია კომპანიის დირექტორისთვის და მფლობელისთვის. ასევე უნარჩვევები თქვენი თანამშრომლებისთვის, ვინც უშუალოდ მუშაობს მომხმარებელთან, ან ვინც მართავს სხვა გამყიდველებს. მომსახურების ტრენინგებს არ ვიცი რამდენად გავლილი გაქვთ თქვენ, ან გავლილი აქვს თქვენ თანამშრომლებს. აი რომ მომწეროთ ჩატში, თუ აქვს თქვენ თანამშრომლებს გავლილი მომსახურების ტრენინგი. ან თქვენ თუ გაქვთ გავლილი მომსახურების ტრენინგი. ზოგჯერ ეძახიან ხოლმე სერვის პლუს. პლუსი რომ დამისვათ, თუ გაქვთ გავლილი თქვენ ან თქვენ თანამშრომლებს. ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე როცა გადავხედე დღევანდელი ჩვენი აუდიტორიის წარმომადგენლობას,
თქვენ ანუ აქ არის ხო, მომსახურება, კომუნიკაცია არა, აი ზუსტად მომსახურებაზეა საუბარი. ანუ თქვენთან არის ისეთი ბიზნესები, სადაც უშუალოდ საბოლოო მომხმარებელთან გაქვთ საქმე. თუმცა მომსახურება არანაკლებ მნიშვნელოვანია B2B სიტუაციაშიც კი. ასევე ჩვენ გვაქვს ფინანსების ტრენინგები, მაგალითები მოყვანილია სლაიდზე და პერსონალური და პროფესიული განვითარება, რაც ასევე კომპანიის ხელმძღვანელისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პრეზენტაციის უნარი, მოლაპარაკების უნარი, ეს არის ის თვისებები და ის უნარები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც პერსონალთან მუშაობის დროს, ასევე მომხმარებელთან მუშაობის დროს, ან თუნდაც პარტნიორთან შეთანხმების დროს. რამე კითხვები ხო არა გაქვთ ჩემთან? მაშინ გავაგრძელებ. ჩემ შესახებ ძალიან მოკლედ. ანუ განათლებით ვარ მაგისტრი ბიზნეს ადმინისტრირების და სტრატეგიული მართვის. სამუშაო გამოცდილებით ვარ დაახლოებით 30 წლის პრაქტიკოსი. აქედან ბიზნესში არის დაახლოებით 25 წელიწადი. ვიყავი ლექტორი რამდენიმე წლის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტში ვასწავლედი. ასევე ვარ ტრენერი, ბიზნეს კონსულტანტი ფინანსების გაყიდვების და მენეჯმენტის დარგებში. დაახლოებით 10 წელიწადი ვიყავი ბანკ კონსტანტაში ფინანსების და ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი და ძალიან აქტიურად მუშაობ ბიზნეს კურსების და ბიზნეს ტრენინგების შედგენაზე, ბიზნეს кейსებზე და ასევე დავიწყე წიგნების წერა, როგორც უკვე გითხარით. ეხლა მინდა ძალიან მოკლედ თქვენ შესახებ რომ გავიგო, ხო? ამისთვის თქვენ ბევრის წერა რო არ დაგჭირდეთ, ხო? მოდით ასე მოვიქცეთ. მე დაგისვავთ კითხვებს და თქვენ პირდაპირ კითხვაში ამ კითხვებს უპასუხებთ, ხო? ეხლავე ერთი წამით. აი როგორც ხედავთ, პირველი კითხვა არის თქვენი პოზიცია კომპანიაში, ხო? რო აღნიშნოთ თქვენთვის სწორი პასუხი. აი მარცხენა მხარეს რგოლს უნდა მივაჭიროთ, ხო, სწორი პასუხის გასწრებ. კიდე გვინდა? კიდე ორ პასუხს ველოდები. მადლობა თეო. კარგი, გასაგებია. ანუ თანაბრად ვართ გადანაწილებულები. კი ბატონო. შემდეგი მაინტერესებს რამდენი წელი მართავთ კომპანიას? ვინც მართავს კომპანიას, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმათთვის. ძალიან კარგი. ეთილი. შემდეგი კითხვა არის, გაქვთ თუ არა მიღებული განათლება
ბიზნესის მართვაში ან ფინანსებში. ერთადერთი რასაც არ გულისხმობ ფინანსებში არის ბუღალტერია, ხო? უფრო არა ვიდრე კი. კარგი. იყენებთ თუ არა ტრენინგებს თქვენი პროფესიული განვითარებისთვის, ზოგადად? საინტერესოა. ესე იგი ვიღაცა არ იყენებს, მაგრამ ამჯერად შემოსული არის. უმეტესობა იყენებთ. ძალიან კარგი. და მაინტერესებს ასევე ბოლოს როდის გაიარეთ ტრენინგი, ხო? გასაგები. ანუ ვინც იყენებს საკმაოდ აქტიურად. წელიწადში საშუალოდ შეიძლება ორჯერაც გაიაროს ტრენინგი. ძალიან კარგი, მშვენიერი. ძალიან კარგი, სურათი ძალიან საინტერესოა და სახარბიელო, იმიტომ რომ გამოდის, რომ აქტიურად მუშაობთ საკუთარ თავზე და ვითარდებით, მაგას არაფერი ჯობია. კარგი. მოდით მაშინ ახლა აუდიტორიაზე მე წარმოდგენა შევექმნი. მე მგონი მეც კომენტარები მოგეცით და თქვენ შეიქმნით წარმოდგენა აუდიტორიის შესახებ. ეხლა მაინტერესებს ასეთი კითხვა, ხო? რატომ უნდა გვესმოდეს ფინანსები? რატომ უნდა გვესმოდეს ფინანსური მართვა? რა საჭიროა ფინანსური მართვის ცოდნა? ეს რა თქმა უნდა რიტორიკული კითხვა არის. ალბათ ყველას გაქვთ რაღაცა გარკვეული პასუხი, შეიძლება ვიღაცას არ აქვს სწორი პასუხი ან ზოგადად ნებისმიერი პასუხი და დღეს შემოგვიერთდა ზუსტად იმის გამო, რომ გაეგო რეალურად რამდენად ჭირდება ეს თემა ყოველდღიურ საქმიანობაში. იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან ბევრი კომპანიის მენეჯერი, საშუალო ბიზნესის კომპანიის მენეჯერი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობს ისე, რომ არანაირად არ არის გარკვეული ფინანსურ მართვაში. და რეალურად მთელი მისი ფინანსური მართვა არის საბოლოო ჯამში ლიკვიდობის მართვა. ანუ რამდენი გადამიხადეს მე და რამდენი უნდა გადავიხადო მე ჩემ მომწოდებელს, რამდენი გადამიხადა მომხმარებელმა და აი ამ დონეზე, ლიკვიდობის მართვის დონეზე ესმით ფინანსების მართვა. რაც რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ძლავრი კონკურენციის პირობებში იყო მოგებიანი დიდი ხნის განმავლობაში, საკმარისი ნამდვილად არ არის. თუ გაჩნდება კითხვა აქამდე როგორ მოვიდა ასეთი ადამიანი, პასუხი არის ძალიან მარტივი. საქართველოში ჯერ არ არის მძაფრი კონკურენცია. და ამის ხარჯზე ჩვენ ვართ ისე როგორც ვართ. როცა კონკურენცია ყველა სფეროში იქნება ძალიან მძლავრი, არის სფეროები, სადაც კონკურენცია მძლავრია. აი თუნდაც იგივე საბანკო სფერო, ხო? სადაზღვეო სფერო. შესაბამისად იქ კადრები სხვანაირი მომზადებით მოდიან. მოდით იმისთვის, რომ დავწმუნდეთ, რომ ეს მართლა მნიშვნელოვანი თემაა, მე გავაკეთე ასეთი პატარა ვიზუალიზაცია თქვენთვის, ნახაზი გავაკეთე, რომელზეც გამოსახულია პრინციპში ჩვენი ლოგიკური მსჯელობა. იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ახალ ბიზნესს, ან როდესაც ჩვენ არსებულ ბიზნესში რაღაცა ცვლილებები შეგვაქვს. მაგალითად, ვამატებთ ახალ პროდუქტს, ან ვამატებთ ახალ მომსახურებას, ხო? აი, როგორ ვაზროვნებთ ამ დროს? პირველი რა არის? პირველი ჩვენ ვფიქრობთ, აი, მაგალითად, მე მინდა რაღაცა ახალი კალამი გავყიდო ბაზარზე, ხო? პირველი, რასაც მე ვფიქრობ, არის იქნება თუ არა მოთხოვნა
ამ კალამზე. ხო მართალია? ანუ მეყოლება თუ არ მეყოლება მყიდველი. ამისთვის რაღაცა ღონისძიებებს ვატარებ და ვთქვათ, დავუშვათ, რომ მე ვიცი, რომ მყიდველი მეყოლება. პასუხი არის დადებითი. შემდეგი ეტაპი, რომელსაც გადის ეს ჩემი პროექტი, არის უკვე მომზადება. ანუ ან ამ კალმის ჩამოტანა, ან ამ კალმის წარმოება აქვს, პერსონალის დაქირავება, მანქანა-დანადგარის გამართვა და ასე შემდეგ. მომზადება იმისთვის, რომ მე შემდეგ რა გავაკეთო? მივაწოდო ეს ჩემი კალამი მომხმარებელს, საბოლოო მომხმარებელს, ხო? ანუ მოთხოვნის შესწავლა ხდება, მერე პროცესები ხდება რაღაცა გარკვეული და მერე უკვე მიწოდება მომწოდებლისთვის, ხო? აი, ამას ყველაფერს ცოტა ბიზნესის სფეროში რო გადმოვიტანოთ, ანუ ჩვეულებრივი ადამიანური ენიდან ბიზნესის ენაზე რო გადავიტანოთ, ხო? გამოგვივა ასეთი სურათი. მოთხოვნა არის მარკეტინგული საქმიანობა, ანუ მოთხოვნის ჩამოყალიბება, გამოკვლევა, საბოლოო მომხმარებლის გამოკვლევა, ხო? რა ტიპაჟია ჩვენი მომხმარებელი, როგორ უნდა შევფუთოთ პროდუქტი ჩვენი მომხმარებლისთვის, ხო? ეს ყველაფერი არის მარკეტინგის საკითხები. შემდეგი საკითხი არის მომზადება, ანუ უკვე ოპერაციები, ხო? კალმის წარმოება, კალმის ჩამოტანა, ბრენდირება და ასე შემდეგ, ხო? იქ არის პერსონალის აყვანა, პერსონალის ტრეინინგი, იქ არის სისტემების ჩამოყალიბება, ხო? დასაწყობება თუნდაც ელემენტალურად. მერე გადავდივართ რაზე? მიწოდება, ანუ გაყიდვა, ხო? მიწოდება ბაზრისთვის, იგივე რაც გაყიდვა ბაზარზე. აი, ამ სქემაზე სადმე თქვენ თუ ხედავთ ფინანსებს. თუ ხედავთ მომწერეთ პლუსი და მომწერეთ სად არის ეს ფინანსები და თუ ვერ ხედავთ, მაშინ მომწერეთ მინუსი. აჰა, ვერ ხედავთ ფინანსებს, მეც ვერ ხედავ. მაგრამ აი ამ სისტემამ რო იმუშაოს, ხო, იმისთვის რომ ერთჯერადი არ იყოს, აი ეკამ დაინახა სადღაც ფინანსები, ეგ აბა მოგწერეთ სად არის ფინანსები? მომზადება და მიწოდება. მომზადებასა და მიწოდებას უკან დგას? გასაგებია, თქვენი აზრი გასაგებია. მე ვიტყოდი ასე, რომ აი აქ ფინანსები თითქოს ხო არსად არ არის, მაგრამ აუცილებლად არსებობს ბუღალტერია, ხო მართალია, იმისთვის რომ ბიზნესმა იარსებოს, ხო, საჭირო არის აი ამ ყველა ქმედების ფინანსურად გამოხატვა, ფინანსურ ეკვივალენტებში გამოხატვა, ხო? მაგას ქვია ბუღალტერია, ბუღალტრული აღრიცხვა. ანუ ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ და ამ რაღაცას თავისი შესაბამისი სახელი უნდა მივუჩინოთ, სადღაც უნდა ჩავწეროთ, რაღაცნაირად უნდა ავღრიცხოთ, ხო? ანუ ბუღალტერია რო აი ეს ნაცრისფერი კარდინალივით რო არის ამის უკან, ეს გასაგებია. მაგრამ ფინანსების როლი რა არის აი ამ პროცესებში? ისევ გავმიჯნოთ, ხო? ბუღალტერია და ფინანსები, ეგ სხვადასხვა რამეა. ბუღალტერია არის უბრალოდ ბუღალტრული აღრიცხვა იმ ქმედებების, რომელიც გავახორციელეთ. მაგრამ სად არის აქ ფინანსები? თითქოს ხო არსად არ არის რეალურად, არ ჩანს არსად, ხო? მაგრამ რეალურად ფინანსების დანიშნულება რა არის? ფინანსური მენეჯერის დანიშნულება რა არის? ფინანსურმა მენეჯერმა თუ მენეჯერი არ არსებობს და მაშინ დირექტორმა, კომპანიის დირექტორმა უნდა შეითავსოს ეს ფუნქცია, ხო? წესით და რიგით. ამ ადამიანის მოვალეობა არის მოიზიდოს სახსრები, ფინანსური სახსრები მოიზიდოს და მერე აი ამ სამ შტოს შორის სწორად გადაანაწილოს. აი ეს არის ფინანსების ამოცანა. იმიტომ რომ თუ მე მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი მარტივი მაგალითი. შემიძლია მოვიზიდო 100 ლარი, ხო? სესხის სახით დავუშვათ, ან
დამფუძნებლისგან, ხო? კაპიტალის სახით. მე ეს 100 ლარი რაღაცნაირად უნდა გადავანაწილო. ან შევქმნა ახალი პროდუქტი ჩემი მომხმარებლისთვის, ან შევქმნა ახალი მომსახურება ჩემი მომხმარებლისთვის, ხო? ან მე უკვე არსებულ პროდუქტში და მომსახურებაში უნდა დავამატო რაღაცა, მაგალითად, მოდით ზოგადად რო არ ვილაპარაკოთ, ხო? აქ თქვა ისევა ეს პრიმიტიული მაგალითი პასტა, ხო? ვაწარმოებ ასეთ პასტებს, მაგრამ მე ხა გადავწყვიტე რაღაცა ფოჩებიანი პასტა ვაწარმოო, ხო? ეს არის ახალი პროდუქტი ჩემთვის. მაშინ მე უნდა ჯერ გამოვიკვლიო ამ ფოჩებიან პასტას ვინმე იყიდის თუ არ იყიდის. ანუ მე ნაწილ ფულს ამ 100 ლარიდან გავუშვებ მარკეტინგში. მერე თუ დადებითი პასუხი მაქვს, ხო? მე უნდა დავხარჯო ფული იმაზე, რომ ვაწარმოო ეს ახალი პასტა. ანუ ნაწილი ფული გავუშვი ოპერაციებში. და მერე უცებ აღმოჩნდება, რომ იმისთვის, რომ ჩემმა გამყიდველმა კარგად გაყიდოს ეს პასტა, მე მას უნდა ჩავუტარო სპეციალური ტრენინგი. მივცე ახალი სალაპარაკო სკრიპტები. ესეც არის დრო, ესეც არის ფული, ხო? და გამოვიდე, რომ ეს ჩემი 100 ლარი მე რაღაცნაირად უნდა გადავანაწილო აი ამ სამ ერთეულს შორის. გასაგებია, რაზეც საუბრობ? კითხვები ხო არა გაქვთ მაგასთან დაკავშირებით? თუ გასაგებია პლუსი, ხო, ჩატში? ვისაც შეუძლია პლუსის დასმა. ძალიან კარგი. ოკეი. ანუ მიზანი არის ეს, ხო? გადავანაწილო ჩემი 100 ლარი ისე, რომ რა? რომ ამ ერთეულების უფროსებმა არ იჩხუბონ? რა არის ჩემი მიზანი? საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მიზანი არ არის, რომ ყველა ერთმანეთთან კარგ ჯიგრულ დამოკიდებულებაში იყოს, მიზანი არის სხვა. კომპანიას გააჩნია გარკვეული სტრატეგიული მიზანი, ხო? ანუ, როდესაც ჩვენ დილით ვდგებით, ჩვენ წესით და რიგით, თუ ვართ კომპანიის ხელმძღვანელები, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ დღის ბოლოს მე უნდა მქონდეს გარკვეულ საქმიანობაში გარკვეული შედეგი. ამ დღის განმავლობაში მე რაღაცას გავაკეთებ. მე რეალურად რას გავაკეთებ, ეს კიდე საკითხავია, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა შეიძლება ხელში შემშლელი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მიზანი მაქვს, ხო, მე ვიცი რატომ მოვდივარ სამსახურში. ზუსტად იგივენაირად უნდა გქონდეს კომპანიას მიზანი. ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველკვარტალური, ყოველწლიური. და ეს არის სტრატეგიული მიზანი, რომელსაც კომპანიამ უნდა მიაღწიოს და აი ამ მიზნის მისაღწევად, ხო? ფინანსები რაში გვეხმარება? რომ აი ამ სამ განზომილებაში მარკეტინგი, ოპერაციები და გაყიდვები ისე გადაანაწილოს ეს მოზიდული რესურსები, რომ საბოლოო ჯამში კომპანიამ მიაღწიოს თავის მიზანს. გასაგებია, ხო? ძალიან კარგი. აქამდე რამე კითხვები ხო არა გვაქვს? თხოვნა მექნება ყველასთან, რომ თუ რამე კითხვები გაქვთ, აუცილებლად მომწერეთ ჩატში იმავე მომენტში, როცა ეს კითხვა გაჩნდა. მე შეიძლება მომენტალურად არ გიპასუხოთ, რაღაცა პაუზა ავიღო, დავამთავრო აზრი და მერე გიპასუხოთ, მაგრამ ჯობია რომ თქვენ მაშინათვე მომწეროთ და არ დაგიგროვდეთ რაღაცა გაურკვეველი საკითხები. კარგი? კეთილი. ხომ ვერ მეტყოდით მაგალითად თქვენ ორგანიზაციებში თუ ადგენთ ბიუჯეტებს? ანუ აი ახლა დავუშვათ, მოდით ასე გავაკეთოთ. ისევ დავუბრუნდეთ ჩვენ გამოკითხვას, ხო? აი მოდით ასე გამოკითხვის სახით, ხო? შეადგინეთ თუ არა 2015 წლის ბოლოს 2016 წლის სამუშაო გეგმა, ანუ ბიუჯეტი. შეიძლება უკვე კი, ან ჯერ არა, შეიძლება საერთოდ არ ვადგენ.
რა საინტერესოა. ესე იგი ზუსტად არა, უკვე ზუსტად არა. აჰა, ესე იგი 50% საერთოდ არ ადგენს ბიუჯეტს. დანარჩენ 50%-ში შუაზე გაიყო ხალხი, ხო? ზოგმა უკვე შეადგინა, ზოგმა ჯერ არ შეადგინა, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა. აი ვინც არ ადგენს ბიუჯეტს, როგორ მაინტერესებს, რის მიხედვით აფასებს საკუთარ საქმიანობას. მაგრამ არ მიკვირს. არ გეგონოთ რომ მიკვირს, იმიტომ რომ ისევ გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი რომ ძალიან ბევრი არ ადგენს სამწუხაროდ წლის ბიუჯეტს. აი მე ამ ჩამონათვალში ახლა მოგეცით გარკვეული კითხვები, რომელიც თქვენ საქმიანობაში წესით და რიგით მუდმივად უნდა ჩნდებოდეს. მაგალითად, რამდენად კარგად ვიმუშავე ამ წლის განმავლობაში. მაგალითად, როგორ მივიღო მეტი მოგება. მაგალითად, დავამატო ახალი პროდუქტი და მომსახურება თანამშრომელი თუ არა. ვიყიდო ახალი დანადგარი და გავხსნა ახალი მაღაზია სიტყვაზე ან ახალი ხაზი თუ არა. კი, დარწმუნებული ვარ, ეკარო ზუსტად მუდამ გექნებათ ასეთი კითხვები. მაგალითად, ავიღო სესხი თუ არა, თუ ავიღო მაშინ რამდენი, თუ ავიღო მაშინ რა გრაფიკით, რა ვალუტით, ხო? გადავუხადო თანამშრომელს ფიქსირებული ხელფასი თუ ცვლადი ხელფასი. რა თქმა უნდა, ასეთი კითხვები მუდამ გექნებათ. ყველაზე საინტერესო რა არის, იცით რომ, როდესაც თქვენ არ გაქვთ ნასწავლი, ხო, ფინანსების მართვა, თქვენ მუდმივად გიწევთ ნერვიულობა და სტრესის ფონზე ამ გადაწყვეტილებების მიღება. იმიტომ რომ თქვენ უბრალოდ არ გაქვთ ძალიან მარტივი ალგორითმები. აი ახლა წარმოიდგინეთ, შეიძლება ძალიან ისეთი პრიმიტიული შედარებაა, მაგრამ კარგად გვამახსოვრდება ხოლმე ყველაფერი, რაც პრიმიტიულია. დილით და საღამოს იხეხავთ კბილებს, ხო? ანუ თქვენ გაქვთ ზუსტად ალგორითმი კბილების გამოხეხვის, ხო? თქვენ იცით რომ უნდა შეხვიდეთ აბაზანაში, უნდა იყოთ ჯაგრესი, უნდა წავსვათ მაგას კბილის პასტა და უნდა გამოიხეხოთ კბილები. ანუ ძალიან მარტივი ალგორითმი. ეხლა ვიღაცამ რომ თვალები დახუჭული დაგტოვოთ, ხო, შუა ოთახში, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ იპოვოთ თქვენ აბაზანას, მიხვალთ, ყველაფერს გააკეთებთ ისე, როგორც საჭიროა, რატო? იმიტომ რომ ეს ალგორითმი უკვე ქვეცნობიერის დონეზეც კი არსებობს თქვენში. აი ზუსტად ასეთი ალგორითმების მოცემა შემიძლია ამ კურსის განმავლობაში, რომ თქვენ სამომავლოდ აღარ ინერვიულოთ იმაზე, როგორ მიიღოთ მსგავსი გადაწყვეტილება და ასე ვთქვათ, კბილის ჯაგრისი არ მოძებნოთ სადმე აივანზე, მაგალითად, ან საძინებელში, ხო? აი მთელი ეს ფილოსოფია აქვს აი ამ ტრენინგს, მეტი არაფერი. თქვენ არ უნდა ინერვიულოთ გადაწყვეტილების მიღებისას, იმიტომ რომ თუ იცით ალგორითმი, მაშინ იცით რა უნდა გაითვალისწინოთ, რა უნდა დაათვალოთ, ან ვინმეს დაათვლევინოთ და რის საფუძველზე როგორი ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. კითხვები? დაგაფიქრეთ ძალიან თუ როგორ არის საქმე. ძალიან გაგახარეთ თუ ძალიან დაგაფიქრეთ, მოდით ასე მითხარით. ჩემთვის რო ეთქვა ვიღაცას, რო იცი ისეთ რაღაცას მოგიყვები ახლა, რაც გაამარტივებს შენ ცხოვრებას და სანერვიულო აღარაფერი გექნება, მე გამეხარდებოდა მაგალითად. თქვენ მე მგონი თქვენ დაფიქრით. თქვენ ეთყობა იმ ხალხის წარმომადგენელი ხართ, ვინც ბიუჯეტს არ ადგენს და მაგიტო დაგაფიქრეთ. თუ ვწდები. ძალიან კარგი, მიხარია რომ დაგაფიქრეთ აუცილებლად. ჩვენ კურსის განმავლობაში ბევრჯერ ვილაპარაკებთ მსგავს თემებზე, იმიტომ რომ
ხო გეუბნებით, დაახლოებით 10 წელი ვიმუშავე. ხო, პირადი ანალიზი გასაგებია, მაგრამ ყოველთვის ძალიან რთულია ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღო ამდენად რთული გადაწყვეტილებები და ყოველთვის სტრესის მატარებელია დარწმუნებული ვარ. სხვა შემთხვევაში აქ არც მოხვიდოდით. კი, აუცილებლად. ესე იგი, 10 წელი რო ვიმუშავე საბანკო სფეროში, საბანკო სფერო არის ყველაზე დალაგებული ჩვენთან, ჩვენ ქვეყანაში გულისხმობ. და აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ბიუჯეტის შედგენა არ შედგენა დღევანდელ დღეს არის თემა ორგანიზაციებში. და დარწმუნებული ვიყავი, მეცაც გეტყვით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის კომპანიები, რომლებიც გეგმიურად არ მუშაობენ, იმათ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა ნამდვილად არ შეუძლიათ. მაგრამ ხო გეუბნებით, აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს ბოლო 2 წელიწადი რაც ვმუშაობ კერძო ბიზნესთან, ვხედავ, რომ შესაძლებელია და მესმის რატო. ერთადერთი იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ არის მაღალი კონკურენცია. იმიტომ რომ ჯერჯერობით გაქვთ ფუფუნება, რომ მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილება, რაღაც შემთხვევაში შეაფერხოთ მიწოდება ბაზარზე, ანუ კლიენტს მიცეთ ნაკლები მომსახურება, ნაკლები პროდუქტი, ვიდრე საჭიროა და ამ დროს რა ხდება? კლიენტი როცა არ ღებულობს თქვენგან მომსახურებას ამ პროდუქტს, რას აკეთებს? კლიენტი მიდის სხვაგან, ხო? ანუ სხვა კომპანია ანაცვლებს თქვენ პროდუქტს ან თქვენ მომსახურებას. ანუ ამ მომენტისთვის თქვენ უბრალოდ კარგავთ ბაზარს, მომენტალურად, ხო მართალია? და იმის გამო, რომ კონკურენცია მძაფრი არ არის, ხო? ხვალ, როდესაც თქვენ შემოხვალთ და ისევ მოუტრიალდებით ამ კლიენტს ჯერ კიდევ ახსოვს თქვენი მომსახურება, თქვენი პროდუქტი და მზად არის ისევ დაგიბრუნდეთ თქვენ. უფრო მძლავრი კონკურენცია რო ყოფილიყო, ხო, ის თქვენი მეტოქე კბილებით ჩაეჭიდებოდა მომხმარებელს. არ გაუშვებდა არსად. იმიტომ რომ იმას იმდენი რაღაცა ექნებოდა გაკეთებული უკვე მარკეტინგის თვალსაზრისით, ხო, რომ მოგმული ეყოლებოდა კლიენტი ამასობაში. ისე რომ აი ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას ჯერჯერობით მივიღოთ არასწორი გადაწყვეტილება. როცა კონკურენცია ბაზარზე იქნება უფრო მძლავრი, მაშინ ამის ფუფუნება უკვე ნამდვილად აღარ გვექნება. კეთილი, რას ვისწავლით ამ კურსის განმავლობაში, ხო? აი ესე საფეხურეობრივად მე დაგიხადეთ ასეთი სქემა, რითი დავიწყებთ? აუცილებლად დავიწყებთ ანბანით, ხო? ფინანსური უწყისები არის ფინანსების ანბანი. თუ თქვენ არ გესმით, რისთვის არსებობს ფინანსური უწყისი და არ იყენებთ ფინანსურ უწყისს, ჩათვალეთ, რომ გაქვთ ოქროს საბადო, რომელიც გაქვთ კარგად დახურული. და არც იყურებით შიგნით და მით უმეტეს არც იყენებთ. აი მოდით ახლა მითხარით თქვენში ვინ უყურებთ ფინანსურ უწყისებს. ყოველთვიურად. ვინც უყურებთ, დამიწერეთ ჩატში პლუსი. სუპერ. ნაწილი უყურებს. ძალიან კარგი. ნაწილი ვერ უყურებს, ნაწილი ვერ წერს ჩატში, გასაგებია. კარგი. ანუ ნაწილი უყურებს ფინანსურ უწყისებს. გადასარაია. ფინანსური უწყისებიდან, ხო, ჩვენ არ ვართ ბუღალტრები, ანუ ჩვენ გულისხმობ კომპანიის ხელმძღვანელებს, ხო? ჩვენ არ ვართ ბუღალტრები, თუმცა პატარა ბიზნესში არ არის გამორიცხული, რომ ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებდეს და რაღაცა პერიოდის განმავლობაში მთავარი ბუღალტრის ფუნქციასაც ითავსებდეს. მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ასე არ არის, თუ ვინმე ასეთიც არის. და ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ კომპანიის ხელმძღვანელები, ვისაც არ გვევალება ბუღალტერია, მაგრამ ჩვენ რატომღაც უნდა ვუყუროთ ამ უწყისებს? რატო? იმისთვის, რომ გავაკეთოთ ამ უწყისებზე დაყრდნობით ძალიან ელემენტალური ანალიზი, რომელიც მოგცემს ჩვენ საშუალებას უპასუხოთ ერთ კითხვას. რამდენად კარგად ვიმუშავე მე, როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა?
ჩემი მიზანი არის კომპანიის განვითარება, ხო? მუდმივი განვითარება, გაუმჯობესება, მეტი მოგება, მეტი მომგებიანობა, ხო? მეტი კლიენტები. როგორ შევაფასო მე ჩემი თავი? თუ არ ვუყურებ ფინანსურ უწყისებს. მე გეტყვით როგორ აკეთებ ძალიან ბევრი, ვინც არ უყურებს ფინანსურ უწყისებს. უყურებენ ისევ, ჩამოვდივართ ლიკვიდობის მართვაზე. რამდენი მაქვს ქეში, ბანკში, რამდენი მაქვს ქეში სალაროში, რამდენი მაქვს მე გადასახდელი, დღეს თუ მაქვს უფრო მეტი ვიდრე პირობითად გუშინ, ესე იგი დღეს ვიმუშავე უკეთესად ვიდრე გუშინ. რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის და ალბათ თქვენ უკვე მიხვდებოდით იქიდან რაც მე დღეს ვილაპარაკე, რომ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი. ანუ ფინანსური უწყისი არის ბაზა, რომელსაც ჩვენ უყურებთ, იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ შევხედოთ, არამედ იმისთვის, რომ გამოვიტანოთ იქიდან რაღაცა დასკვნები. ჩვენი მუშაობის შესახებ, ხო? ეს ერთი. მეორე რისთვისაც ვიყენებთ ფინანსურ უწყისებს, როდესაც დავფიქრდებით იმაზე, რა მინდა ხვალ. მე ხო მაინტერესებს, აი 2015 წელი თითქმის დასრულდა, ხო? 2016 წლის ბოლოს, აი 1 წლის შემდეგ, რაზე დაველაპარაკები მე ჩემ თანამშრომლებს? მე ხო უნდა ავუხსნა მათ, რომ 1 წლის განმავლობაში მათ კარგად იმუშავეს, ცუდად იმუშავეს, რაღაცა мотивация შევუქმნა ხო მომავალზე, რატო უნდა იმუშაოთ ჩვენთან ორგანიზაციაში და არა სადმე სხვაგან, ხო? მე თუ არ მექნა შედეგები, ფინანსური შედეგები, რაზე ველაპარაკო ხალხს? სალაპარაკოც არ მექნება, რეალურად სალაპარაკო არაფერი არ მექნება. ამიტომ ფინანსური უწყისებით ვიწყებთ, ასე ვთქვათ, ჩვენ ანბანს ვსწავლობთ, ხო? ანბანის შემდეგი სტადია არის უკვე წინადადებების წაკითხვა. ფინანსური წინადადებების წაკითხვა ხდება შესაბამისი ანალიზის მეთოდებით. ანუ იმის მერე რაც ვისწავლეთ უწყისებს, გადავალთ უკვე ფინანსურ ანალიზზე. რა მეთოდებს იყენებს და უნდა იყენებდეს ნებისმიერი ორგანიზაცია. ამის შემდეგ გვექნება გარკვეული მეთოდიკები, რომელიც დაგვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. აი იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რაც წინა სლაიდზე იყო, ხო? ანუ უნდა დავამატო თუ არა ეს გარკვეული პროდუქტი ან მომსახურება. იმისთვის რომ ამ კითხვაზე პასუხი გქონდეს, უნდა ვიცოდეთ რა არის ნულოვანი მოგების წერტილი. როგორ შეიძლება პროექტის მოგებიანობის გათვლა. როცა ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, ავიღო სესხი თუ არ ავიღო, რა ვადიანობით ავიღო, როგორი სტრუქტურა გავუკეთოს ეს, ამისთვის აუცილებლად დაგჭირდება ასეთი მეთოდიკა, როგორც აქტივების და ვალდებულებების მართვა. როგორ უნდა იყოს შესაბამისობაში თქვენი აქტივები თქვენ ვალდებულებებთან. რას ნიშნავს, რომ არის შესაბამისობაში, რა ხდება, როცა არ არის შესაბამისობაში და როგორ ავერიდოთ რაღაცა კონფლიქტებს და პრობლემებს ამ მიმართულებით. და ბოლო ეტაპი ჩვენი კურსის იქნება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება აქციების ყიდვა და ობლიგაციების გაყიდვა ცალსახად, მაგრამ აქ საუბარია ძალიან მარტივ გადაწყვეტილებებზე, როგორიც არის მაგალითად ვიყიდო ახალი დანადგარი თუ ლიზინგით ავიღო, თუ ვიქირაო, დაუშვათ ოფისი გავხსნა თუ ისე ვიქირაო, ვთქვათ ოფისი, აი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომელიც მუდმივად გაქვთ თქვენ საქმიანობაში და რომელიც აი მუდმივად აი ასე ინტუიციის დონეზე წყდება. რა არის იცით, ძალიან ხშირად აი ეს ყველაფერი ფერხდება რეალურად იმპლემენტაცია ამ პროცესების მცირე და საშუალო ბიზნესში ფერხდება იმის გამო, რომ საწყისი ბაზა არ გვაქვს სწორად დალაგებული. ანუ ძალიან ხშირად ყველაფრის მიუხედავად არ ხერხდება კომპანიებში სწორი ბუღალტრული აღრიცხვა. აი თუ ბუღალტრული აღრიცხვა გაქვთ თქვენ არეული, ხო? რაღაც არ არის გატარებული, რაღაც არის გატარებული რამდენიმე კომპანიაზე და თავს და ბოლოს ვერავინ ვერ იპოვის. ძალიან რთულია რაღაცა სწორი დასტვის გამოტანა. არ ვიცი, მე არ ვარ საგადასახადო ინსპექტორი, მე ეს თემები არ მაინტერესებს და თქვენ შეიძლება გქონდეთ
ნებისმიერი აღრიცხვა. ეს მე ნამდვილად არ მაინტერესებს არანაირად. მაგრამ რაც არ უნდა გქონდეთ, სადღაც აუცილებლად უნდა გქონდეთ ისეთი ვერსია თქვენი აღრიცხვის, რომელიც სწორად აღრიცხავს ყველაფერს. იმისთვის, რომ პირველ რიგში თქვენი ბიზნესი არ დაზარალდეს. ჩვენ აი ასეთ კურსს უკვე არ ვიცი, მე რამდენჯერ ვატარებ. 2 წელია უკვე ვატარებთ ასეთ კურსს. და ძალიან ხშირად ზუსტად აი ეს პრობლემა არის შემაფერხებელი. ანუ თუ გაქვთ დაულაგებელი ბუღალტრული აღრიცხვა, გირჩევთ, რომ სასწრაფოდ მიხედოთ მაგ საქმეს. თუ თქვენი ძალებით ვერ აგვარებთ, მომმართეთ და მეც მოგცემთ რჩევას და აიყვანეთ აუთსორსი, აიყვანეთ გარე კომპანია, რომელიც მაგ თემას დაგილაგებ და სამომავლოდ მსგავსი პრობლემა არ გექნებათ. აიყვანეთ გამოცდილი ბუღალტერი, გაუშვით სადმე კურსზე, იმისთვის რომ ეს თემა თქვენთვის პრობლემატური არ იყოს. იმიტომ რომ შემდეგ საფეხურებზე, აი როგორც აქ კიბეებით მაქვს დახატული, ხო? აი შემდეგ საფეხურზე ვერ ახვალთ, იმის გამო რომ პირველი საფეხური გექნებათ დაულაგებელი. კეთილი. მოდით მაშინ მომიყევით, აბა ეხლა თქვენ. აი ამ სამივე უწყის უყურებთ თუ არა? დღეს ცოტა ვილაპარაკოთ, გვაქვს კიდე დრო, ცოტა ჩვენ გვიან დავიწყეთ და ამიტომ გადავაცილებ თუ წინააღმდეგები არ ხართ. აბა მითხარით, ამ სამივე უწყის უყურებთ პრაქტიკაში თუ მხოლოდ ერთს რომელიმეს? თუ რომელიმე ერთს, მაშინ მომწერეთ რომელს უყურებთ. სამივეს უყურებთ. ძალიან კარგი, მშვენიერი. მაშინ ამ თემას გამოდის, რომ ყველანი არა, მაგრამ უმეტესობა უყურებთ. ამ თემას გაცილებით უფრო მარტივად გავევლეთ. ძალიან კარგი, მიხარია. კარგი, მაშინ თუ უყურებთ, აბა მომწერეთ. ბალანსის უწყისი რაზე გვიყვება? აი, როდესაც მე ვარ კომპანიის ხელმძღვანელი, ხო? რისი მთქმელია ჩემთვის ბალანსის უწყისი? წერთ ჩატში თუ ფიქრობთ. ბალანსის უწყისი? ეს ალბათ უფრო მოგებაზარალი, ხო? შემოსავალი და გასავალი. კარგი, მოდით მაშინ მე მოგიყვებით, ხო? ბალანსის უწყისი არის დოკუმენტი, რომელიც თქვენ გარკვეული მომენტისთვის გაჩვენებთ თქვენი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას. აი ხა მოდით წარმოვიდგინოთ ჩემი ბალანსის უწყისი. აი ჩემი ეკა. აი ხა რომ ავიღო ჩემი საფულე და გადავთვალო შიგნით რამდენი მაქვს ფული, ხო? მე ავიღო და მაგას დავუმატო ჩემი ქონების ღირებულება. და ავწერო ეს ყველაფერი, დავუშვათ. ქეში, ანუ ფული ამდენი, ხო? ბინა ღირს ამდენი, მანქანა ღირს ამდენი. დავაჯამო ეს ყველაფერი და ამითი მე ვიტყვი, რომ აი ეს არის ჩემი აქტივები. ჩემი ფინანსური მდგომარეობა შემიძლია ვთქვა, რომ ნაწილობრივ ამით ავხწერე, ხო? მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. და რატო? იმიტომ რომ ის ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე, არის ჩემი აქტივი, მაგრამ მე არ მithქვამს არსად, ეს არის ჩემი საკუთარი ფული, თუ ეს არის ფული, რომელიც მე ავიღე სესხად ბანკისგან, მაგალითად. როდესაც მე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არის ჩემი საკუთარი ფული, მე არანაირი სესხი არ გამაჩნია, მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ მე სრულყოფილად ავწერე ჩემი ბალანსი. ანუ ჩემი ფინანსური მდგომარეობა ამ კონკრეტული მომენტისთვის. ეხლა
9 დეკემბრისთვის. გავიგეთ, ესე იგი ბალანსის უწყისი, ეხლა კომპანიის მდგომარეობაზე რო გადავიტანოთ, ხო? ბალანსის უწყისი არის კონკრეტული მომენტისთვის თქვენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის აღწერა. ოკეი? ბალანსი შედგება 3 ნაწილისგან. აქტივები, რაც მე უკვე ვახსენე და რაც ახლა ამ სლაიდზეა გამოსახული, ვალდებულებები და საკუთარი კაპიტალი. აი მე ახლა გაჩვენებთ მაგალითს ბალანსის უწყისის, ვინც უყურებთ, იმათვის ნაცნობი იქნება. ზოგჯერ ბალანსის უწყისი, აი ახლა ამ შემთხვევაში ვერტიკალურია, ზოგჯერ ვერტიკალური განლაგება, ზოგჯერ შეიძლება ჰორიზონტალური განლაგება ქონდეს. პრინციპულად მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ჩვენ შევეჩვიოთ იმას, რის შესახებ ინფორმაციას გვაძლევს ბალანსის უწყისი. ვინც არ უყურებთ ბალანსის უწყისს, ხო? რჩევა მექნება უბრალოდ, რომ ხვალ როცა მიხვალთ სამსახურში, თქვენ ბუღალტერს უთხრათ, რომ ექსპორტით გააკეთოს საბუღალტრო პროგრამას ყველას აქვს ეს ფუნქცია, ექსპორტი გააკეთოს საბალანსო უწყისის და უბრალოდ ნებისმიერი პერიოდისთვის. ყველაზე ლოგიკური არის, რომ ბოლო დახურული პერიოდისთვის. ამოიღეთ და ნოემბრისთვის ბალანსის უწყისი ნახეთ, როგორ გამოიყურება თქვენი. უბრალოდ რომ შეეჩვიოთ, თვალი შეაჩვიოთ ასეთ მოქმედებას, ასეთ პროცედურას, ხო? ესე იგი, მოდით შევხედოთ ამ ბალანსის უწყისს, ისევ. ჯერ პირველი რაც წერია რაღაცა უცნაური სიტყვა აქტივები, რომელიც დარწმუნებული ვარ, ხშირად გესმოდათ ხოლმე ადრეც, ხო? ანუ რა არის აქტივი? მაინც მე მირჩენია რომ მეკითხრათ, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ იცით, მაგრამ ჯობია რომ მე ჩამოგიყალიბოთ. ანუ აქტივი არის რესურსი, რომელსაც კომპანია იძენს ერთადერთი მიზნით, რომ შექმნას ამ აქტივისგან შემოსავალი. всё, სხვა მიზანი აქტივს არ აქვს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიძინოთ აქტივი იმისთვის, რომ დადოთ და იყოს, კომპანიის ბალანსზე იყოს, მქონდეს კომპანიაში, მაგრამ რას გავაკეთეთ, მაგითი არ ვიცი. აი დღეს ვიყიდი და მქონდეს. ეს არის ძალიან არაბრძნული გადაწყვეტილება. შეიძლება თქვენ რაღაცა იყიდოთ და დღესვე არ გამოიყენოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ, ისთვის ყიდულობთ მაგას და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სამომავლოდ ამ აქტივისგან თქვენ ფულს გააკეთებთ. ანუ აქტივი არის რესურსი, კომპანიის რესურსი, შეიძლება იყოს ფულადი, როგორც ეკა მოგწერა, შეიძლება იყოს არაფულადი, მაგრამ მისი დანიშნულება არის რა? შემოსავლის შექმნა სამომავლოდ, ხო? აი მოდით შევხედოთ ახლა ამ აქტივის ამ კომპანიის შემთხვევაში რა არის აქტივები. პირველი არის ფული. აი თუ დაინახავთ, ანუ მარცხენა მხარეს არის ჩამონათვალი მუხლების და მარჯვენა მხარეს არის ამ მუხლების ფინანსური ეკვივალენტი, ხო? ლარებში. ამ შემთხვევაში 20,000 ლარი, ანუ ფულის სახით ამ კომპანიას აქვს 20,000 ლარი. შემდეგი აქტივი, რომელიც აქ არის მოყვანილი, არის მარაგები. 50,000 ლარის აქვს ამ კომპანიას მარაგები. და წმინდა ძირითადი საშუალებები 75,000 ლარის. ჯამში 155,000 ლარის და ეს ყველაფერი რა მომენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაგას მივაქციოთ ყურადღება 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ იმ მომენტში მენეჯმენტმა აღწერა თავისი ქონება და აღწერილობა გამოვიდა ასეთი, რომ კომპანიის აქტივების ღირებულება შარშან დეკემბერში, 31 დეკემბერს იყო 155,000 ლარი. მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, ხო, რომ ეს არ არის სრული აღწერა, მნიშვნელოვანია რას ახსრებით მოხდა ამ აქტივების შეძენა. აი ახლა მოდით შევხედოთ შემდეგ ნაწილებს ამ ბალანსის უწყისის. აქტივების მერე მოდის ვალდებულებები და ცისფერ ველებს რო შეხედოთ, ხო, მთლიანი ვალდებულებები არის 75,000 და მერე ქვემოთ არის მთლიანი კაპიტალი 70,000. აი თქვენი აზრით რა განსხვავებაა ვალდებულებებსა და კაპიტალს შორის?
აი ვინც უყურებს უწყისებს წესით ამასაც ხედავთ, ხო? ამას მუდმივად უყურებთ და თქვენი გარკვეული აღქმა ამ კითხვაზე უნდა ამ თემის უნდა გქონდეთ, ხო? იქნებ მითხრათ, რა განსხვავება ვალდებულებებსა და კაპიტალს შორის? არსებითად, რა არის ვალდებულებები და რა არის კაპიტალი? ვიცი რომ დაღლილები ხართ და ცოტა ხანში გაგიშვებთ უკვე. განსხვავება მაინტერესებს ვალდებულებებსა და კაპიტალს შორის. კარგი, მოდით მე დაგეხმარებით მაშინ. ვალდებულება არის ჩემი, ანუ როგორც კომპანიის ვალი ნებისმიერი გარე პირის მიმართ. კომპანიის გარე პირის მიმართ. ეს შეიძლება იყოს დაქირავებული თანამშრომელი. ეს შეიძლება იყოს მომწოდებელი. ეს შეიძლება იყოს ბანკი, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო ორგანიზაცია. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო, ხო? ბიუჯეტის მიმართ დავალიანებები. ანუ ნებისმიერი ვალი კომპანიის გარე პირების მიმართ არის ჩემი ვალდებულება. აი მოდით შეხედეთ კონკრეტულად ამ ბალანსს, რა გამოდის, რა წერია აქ. კრედიტორები 45,000. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ რაღაცა შეიძინა მარაგებში და თავის მომწოდებლებს, ანუ კრედიტორებს, ჯერჯერობით არ გადაუხადა სრულად ფული. აი შეხედეთ, მარაგები არის დაუშვათ 50,000 მეორე სტრიქონში, ხო ხედავთ აქტივებში. და კრედიტორები არის 45,000. ანუ კომპანიამ რაღაცა შეიძინა, მაგრამ ჯერ არ გაისტუმრა ვალი. და კრედიტორის მიმართ, აი ამ 31 დეკემბრის მდგომარეობით აქვს გარკვეული ვალი 45,000. ამას გარდა ვალში კომპანიას აქვს ასევე ბანკის სესხი, ანუ სესხი არის გამოტანილი ბანკიდან და 30,000 ლარი არის ამ მომენტისთვის აღრიცხული როგორც ბანკის ვალი. აი ეს არის ვალდებულებები კონკრეტულად ამ კომპანიის. და რა არის კაპიტალი? კაპიტალი არის ის თანხა, რომელიც კომპანიაში შემოიტანა დამფუძნებელმა. კაპიტალში ასევე იწერება თანხები, რომელიც კომპანიას რჩება მოგებიდან ან ზარალიდან. ანუ ეს ორი ნაწილია კაპიტალი, ესე იგი მე როგორც დამფუძნებელმა რა შემოვიტანე კომპანიაში და პერიოდის განმავლობაში კომპანიამ რა გააკეთა, თავის საქმიანობის შედეგი რა იყო. თუ მოგება გამიზრდის კაპიტალს, თუ ზარალი შემიმცირებს კაპიტალს. ესე იგი, რა განსხვავებაა კაპიტალსა და ვალდებულებას შორის? ვალდებულება არ არის კომპანიის ფული, კომპანიამ უნდა გადაუხადოს ვალდებულება, კაპიტალი რეალურად არის დამფუძნებლის ფული. თუ ჩვენ შევხედავთ კომპანიას მთლიანობაში, როგორც დამფუძნებლის საკუთრებას, ხო? მაშინ საკუთარი კაპიტალი არის დამფუძნებლის საკუთარი ფული. კითხვები გვაქვს? მინდა რომ გქონდეთ, იცით? იმიტომ რომ ძალიან გაჩვიმებულები ხართ. აბა მომწერეთ ჩატში, თუ გაქვთ კითხვა, წერეთ პლუსი. რომ ვიგრძნო, რომ თქვენ მოდიხართ ჩემთან ერთად.
აი ეს არის რაზეც ვისაუბრეთ, ხო უკვე რა არის აქტივი, რომ აქტივი არის ფულადი ან არაფულადი რესურსი, რომელსაც კომპანია იძენს შემოსავლების შესაქმნელად, ხო? გვახსოვს ეს დაგვამახსოვდა თუ არა? ძალიან კარგი. აქტივების მაგალითები, ხო? ფული, მარაგები, დებიტორული დავალიანება, შენობა, მანქანა, დანადგარი. დებიტორული დავალიანება, ვიცით რა არის? ძალიან კარგი. ანუ თანხები, რომელიც ჯერჯერობით ჩვენი არ არის, ხო? ვალდებულება რა არის? კომპანიის სხვა გარე პირების მიმართ აღებული ვალი. თანამშრომელი, მომწოდებელი, ბანკი, მთავრობა. დაგვამახსოვდა ესეც? და მაგალითები ხო ვალდებულებების? კრედიტორული დავალიანება, ბანკის ცესხი, გადასახდელი ხელფასები, გადასახდელი საგადასახადო ვალდებულებები. ძალიან კარგი. და რა არის საკუთარი კაპიტალი? როგორც ვთქვით, ვალი დამფუძნებლის მიმართ, ან დამფუძნებლის მიერ შემოტანილი ფული. შეპესეს შემთხვევაში ჩვენ ალბათ უმეტესწილად თქვენი კომპანიები არიან დარეგისტრირებული როგორც შეპესეები, ხო? საწესდებო კაპიტალის შეპესეში. სააქციო საზოგადოების შემთხვევაში შეიძლება იყოს სააქციო კაპიტალი. და ასევე მიმდინარე პერიოდის მოგებაზარალი და გაუნაწილებელი მოგებაზარალი. გაუნაწილებელი მოგებაზარალი თუ იცით რას ნიშნავს? ვინც არ იცის, იმათვის მაინც ვიტყვი, ხო? გაუნაწილებელი მოგებაზარალი არის აკუმულირებული მოგებაზარალი პერიოდის დასაწყისიდან, აი კომპანიის დაარსების მომენტიდან გარკვეულ მომენტამდე. დაუშვათ, კომპანია Finart Group-ი დაარსდა 2013 წლის ბოლოს. გაუნაწილებელი მოგება არის ის მოგება, რომელიც დაგროვდა 2013 წლის ბოლომდე და 2014 წლის ბოლომდე. აი ეს ჯამი იქნება გაუნაწილებელი მოგება. გასაგებია? და 2015 წლის მოგება ჯერჯერობით იქნება აღრიცხული ბალანსში როგორც მიმდინარე პერიოდის მოგება. კეთილი. მოდით მაშინ ამით დღევანდელ დღეს დავასრულებ. იმიტომ რომ უკვე ისედაც გადაგიცილეთ 15 წუთით და თუ გაქვთ რამე კითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ. კეთილი. კარგი, მაშინ ხვალამდე ამაზე დაგემშვიდობებით. ზოგადად რო იცოდეთ, დავალებებს რა თქმა უნდა არ მოგცემთ, იმიტომ რომ საკმარისი საქმე გაქვთ ისედაც, მაგრამ ყოველ ლექციაზე პირველ 15 წუთს დავუთმობთ იმას, რომ გავიხსენოთ რა გვაქვს გავლილი წინა დღეს და მერე გადავალთ ხოლმე ახალ პროგრამაზე. თხოვნა მექნება, რომ ხვალ არ დავაგვიანოთ და შევეცადოთ ცოტა დროზე ადრეც შემოვიდეთ, რომ ზუსტად 8 საათზე დავიწყოთ მუშაობა. კეთილი, ამით გემშვიდობებით ხვალამდე დაისვენეთ და პრეზენტაციაც რა თქმა უნდა ყველაფერს გამოგიგზავნით. ჩანაწერსაც ჩაგიგდებთ, რომ ეს ინფორმაციაც გქონდეთ მეილზე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ რომ მოусმინოთ. ნახვამდის და გემშვიდობებით ხვალამდე.